ფორმები შემოიტანო იმ ფონზე, სადაც ბავშვები მშიერ დადიან სკოლებში. სადაც სკოლების, გორის მუნიციპალიტეტზე ვილაპარაკოთ, 80%-ში საპირფარეშოები არის მოუწესრიგებელი. სადაც გორის მუნიციპალიტეტის მთლიან 100%-ივე სკოლაში არ არის სასკოლო კვება. სასკოლო კვება არ არის სკოლებში, არ არის საპირფარეშოები მოწყობილი სკოლებში და ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა. სკოლები არ არის ისტორიულ სოფლებში. ქართული ოცნების მმართველობის მეოთხედი წელი პირობითად სოფელ ატენში არ არის სკოლა. ისინი უბრალოდ არაფერს არ ამბობენ. დირექცია საერთოდ არც კი პასუხობს ამ შეკითხვას. ხმას ვერ ამოიღებს, ეს გასაგებია მაყურებლისთვისაც უკვე. არა, უბრალოდ არც უნდა რომ ამოიღონ ხმა სკოლის დირექციას, იმიტომ რომ ნებისმიერ საჯარო სკოლის დირექციები უბრალოდ მათი პარტაქტივია და საერთოდ არც უნდათ რომ ხმა ამოიღონ მაგ თემასთან დაკავშირებით. ბავშვებს ტენიან ავტობუსებში, დაყავთ მეზობელ სოფლის სკოლებში, გზაში არაერთხელ უფუჭდებათ მანქანა, უნდა გადმოვიდნენ, გააკეთონ, ჩასვან, მეორე მარშრუტკა მოვიდეს. ეს არის უკვე აი ამ ბავშვების ყოველდღიურობა. და აი ამ ყველაფრის ფონზე მარშრუტკაში ჩატენვის, მშიერი სკოლის მიშლის და რა, ხოლო უბრალოდ ლამაზი ფორმებით მივლენ სკოლაში, გზაზე ორ მარშრუტკა გამოცვლილი და მშიერი კუჭით. ამას დამატებული ამ ფორმების საკითხიც არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ როგორც გვითხრეს, განათლების სამინისტრო გამოაცხადებს ტენდერს ამ ფორმებთან დაკავშირებით. შეისყიდიან ამ ტენდერებს, მერე მშობლებს მიყიდიან ამ ტენდერებს, ამ ფორმებს. ეს არ ხდება უსასყიდლოდ, ეს არავინ არ დაიჯეროს, რომ სკოლის ფორმებს ვინმე სკოლებში დაარიგებს. არა, გარკვეულ თანხას მიიტანენ მშობლები, რომ ბავშვებმა მიიღონ ფორმა და ეს იქნება სავალდებულო. როგორც გავეცანი მათ ასე ვთქვათ განცხადებას, სოციალურ დაუცველ ოჯახის წევრების შვილებს არ შეეხებათ ეს ყველაფერი. არ ვიცი ნახოთ რა იქნება. სავალდებულოდ უნდა შეისყიდოს მშობელმა შვილისთვის ფორმა, გაუშვას მშიერი კუჭით, მეზობელი სოფლის სკოლაში. ხო, თავი პრობლემა თურმე სკოლაში ყოფილა ფორმები.